მოგესალმებით, როგორც წესი ბავშვობა უდარდელი უნდა იყოს და ყველაფერზე უფროსები უნდა ზრუნავდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ზოგიერთი ბავშვი პატარაობიდანვე აწყდება ისეთ უზარმაზარ პრობლემას, რაც მის მთელ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. უიშვიათესი დაავადება ბავშვებს და მის მშობლებს ნამდვილ განსაცდელად ევლინება. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ ბავშვი განსხვავდება თავისი თანატოლებისგან, მისთვის ძალიან მძიმე გადასატანი ხდება, მაგრამ ასეთი ბავშვი და მათი მშობლები საკუთარ თავში იმაზე გაცილებით მეტ ძალას პოულობენ, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. ამიტომაც წინ შედარებით მძიმე ვიდეო გელოდებათ. ამ ვიდეოში გაჩვენებთ ბავშვებს ყველაზე უიშვიათესი დაავადებებით. ები და ემი დილაინები. ტყუპების კავშირი გასაოცარია. ისინი ხშირად ერთნაირად გრძნობენ, ერთნაირად ტკივად და უხარიათ. მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ დებზე, ები და ემი დილაინებზე, აქ რთულია საერთოდ რამის თქმა. ისინი ტყუპები არიან, რომლებიც თავებით გაერთიანებულები დაიბადნენ. როგორც წესი, თავებით გადაბმა უიშვიათესი მოვლენაა, რაც სიამის ტყუპების მხოლოდ 2%-ში ხდება. ასეთ დროს ადრეული ემბრიონი მხოლოდ ნაწილობრივად იყოფა ორი ინდივიდის ჩამოსაყალიბებლად. ადრეული ემბრიონი მართლაც წარმოქმნის ორ ორგანიზმს, მაგრამ მათი ნაწილი საერთო იქნება. ეს ნაწილი ყველაზე ხშირად არის გულმკერდი, მენჯი ან დუნდულები. სიამის ტყუპებს შესაძლოა საერთო შინაგანი ორგანოებიც ჰქონდეთ. გვინდა რომ ჩვენი ვიდეო მაქსიმალურად პოზიტიურად გაჩვენოთ, რადგანაც ეს ყოველივე ძალიან მძიმე სანახავია. ამიტომაც გეტყვით, რომ ამ შემთხვევაში ყველაფერი კარგად დასრულდა. 11 საათიანი ოპერაციის შედეგად დები გააცალკევეს და დღეს ისინი ბედნიერი ბავშვები არიან. მახენდრა ახერვარი. ამ ბიჭისთვის ცხოვრება თავდაყირად დგას. ოღონდ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. მისი კისრის ანომალიის გამო ის სამყაროს სულ სხვანაირად ხედავს. მისი კუნთები და კისრის მალები თანდაყოლილი მიოპათიის გამო სხვაგვარად განვითარდა. მახენდრას კისრის კუნთები იმდენად სუსტი ჰქონდა, რომ მას არ შეეძლო კისრის აწევა და თავის გასწორება. კისერი პრაქტიკულად 90 გრადუსიანი კუთხით იყო მოხრილი. დაავადება გავრცელდა მთელ სხეულზე და მას ხელებსა და ფეხებზეც გაუქრა კუნთოვანი მასა. შედეგად ის ვერ დადიოდა. რადგანაც მას ძალიან მცირედი კუნთოვანი მასა ჰქონდა, ის იმდენად მსუბუქი იყო, რომ მშობლებს კალათით გადაჰყავდათ. 16 წლის ასაკში მას გაუკეთდა ოპერაცია და კისერში მეტალის სამაგრები ჩაუყენეს, რომ თავის დაჭერა მაინც შეძლობოდა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა 8 თვეში ბავშვი გარდაიცვალა. ვერსავია გონჩეროვა. ზოგიერთი ბავშვის ფოტოს ნახვაც კი შეუძლებელია. ამ ბავშვის გული სამწუხაროდ სულ სხვა ადგილზე განვითარდა. მას უიშვიათესი დაავადება აქვს, რის გამოც გული მკერდის ქვემოთ კუჭთან აქვს. იმის გამო, რომ მისი გული მკერდის არეში არ არის მოთავსებული, ის პრაქტიკულად დაუცველია და მხოლოდ კანის თხელი ფენითაა დაფარული. როგორც წესი, ასეთი დაავადებით დაბადებული ბავშვების 98% იღუპება, მაგრამ ვერსავია იმდენად ძლიერი ბავშვია, რომ გადაურჩა ურთულეს პერიოდს და დღეს ბედნიერია. ექიმებმა თავი შეიკავეს ყოველგვარი ჩარევისგან, რადგან ამით შეიძლება უფრო დაამძიმო მდგომარეობა. ადალია როუზი. როგორ ფიქრობთ, რამდენი წლისაა ადალია ამ ვიდეოში? ის მხოლოდ და მხოლოდ 13 წლისაა. ადალია სულ რამდენიმე თვის იყო, როდესაც საკმაოდ მძიმე დაავადება, ბავშვთა პროგერია, ანუ ნაადრევი სიბერე დაუდგინეს. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია გოგონას აქტიური და საინტერესო ცხოვრებისთვის. ის ძალიან ხშირად ცეკვავს, მღერის, ქმნის საინტერესო ვიდეოებს და მისი პოზიტიურობა ყველასთვის გადამდებია. ასეთი დაავადების დროს, როგორც წესი, ერთ წელიწადში ადამიანის სხეული 10 წლით ბერდება. ადალიას სხეული ისე გამოიყურება, როგორც 130 წლის მოხუცი ქალის სხეული იქნებოდა. მსგავსი დაავადების დროს ადამიანი მაქსიმუმ 21 წელს ცოცხლობს. ზოი ლაში. ზოის უიშვიათესი დაავადება სჭირს, რის გამოც მისი ძვლები განსაკუთრებით მყიფეა და მოტეხილობისკენაა მიდრეკილი. მისი ძვლები იმდენად სუსტია, რომ ჩვეულებრივი გადაადგილების დროსაც კი შეიძლება რაიმე მოიტეხოს. მას სპეციალური მოწყობილობის დახმარებით შეუძლია სიარული. დააკვირდით მის სახეს, მიუხედავად იმისა, რომ მძიმედაა დაავადებული, ის მაინც ბედნიერია და ბევრს იღიმის. ები და ბრიტნი ტყუპები არიან. პატარაობაში ალბათ ყველას ჰქონია მომენტი, როცა რაღაცის გაყოფა და განაწილება გვიწევდა დასთან ან ძმასთან. თუმცა ები და ბრიტნი შეიძლება ითქვას, რომ მთელ ცხოვრებას იყოფენ. მათ აქვთ ორი ფილტვი, ორი გული, ორი კუჭი და ერთი ღვიძლი. ორი სხვადასხვა გოგონა, რომელთაც ერთი სხეული აქვთ, მინესოტაში ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ერთს უფრო სოლიდური ჩაცმულობა მოსწონს, მეორეს კი ნათელი და ფერადი სამოსი, მაინც ერთ სტილზე თანხმდებიან. გოგონებს შორის კიდევ რამდენიმე განსხვავებაა. ბრიტნის სიმაღლის შიში აქვს, ების არა. ები მათემატიკით და მეცნიერებითაა დაინტერესებული, ბრიტნის კი ხელოვნება ურჩევნია. ები და ბრიტნი იმიტომ გადარჩნენ, რომ მათი თავები არ იყო გაერთიანებული. ჯაო ჰუეკანი.
2009 წელს ჩინეთში დაიბადა განსხვავებული ბავშვი. დედა რამდენიმე საათის განმავლობაში ითხოვდა, რომ მისთვის ბავშვი ეჩვენებინათ, თუმცა ექიმები ამას არ აკეთებდნენ. როდესაც საბოლოოდ გოგონამ თავისი შვილი ნახა, შოკირებული იყო და საუბარიც კი აღარ შეეძლო. ბავშვი განსაკუთრებული ანომალიით დაიბადა. მისი თავის ქალის წინა ნაწილმა ვერ მოასწრო ბოლომდე ზრდის დასრულება. ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს ბავშვს სახეზე ნიღაბი უკეთია. 2011 წელს საქველმოქმედო ფონდმა შეაგროვა $60,000 და ბავშვს ხანგრძლივი და ურთულესი ოპერაცია დაუფინანსა. ექიმებმა თქვეს, რომ საბოლოო შედეგს 10 წლის შემდეგ დაინახავდნენ, როცა თავის ქალის ცვლები საბოლოოდ გაიზრდებოდა. გავიდა 10 წელი და შედეგიც სახეზეა. ბავშვის გარეგნობა რადიკალურად შეიცვალა. მართალია სრულად ვერ აღდგა მისი სახის ცვლები, თუმცა შედეგი მაინც ძალიან დადებითია. ჯაო ბედნიერი ბავშვია და სიცოცხლით ტკბება. მთლიანობაში კი ჩვენი ვიდეო ასე მიიწურა. გმადლობთ, რომ თავიდან ბოლომდე უყურეთ. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი ახალი არხი Boom Story და დაელოდეთ ახალ ვიდეოს, რომელიც მალე დაიდება. დროებით.